თურქი მესხების პრობლემა, რომელიც წამოიჭრა 80-იან წლებში და 90-იან წლებში, ჯერ ეს იყო ეროვნულ მოძრაობაში, ჩაისახა ეს იდეა, თქვენ კარგად გახსოვთ და კომუნისტურ ხელისუფლებას ეროვნული მოძრაობის ლიდერები სწორედ ამ კოზირით ებრძოდნენ, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას არ მოყავს საქართველოში ჩვენი სისხლი და ხორცი ძმები შუა აზიიდან, როგორც კი ეროვნული ხელისუფლება მოვიდა სათავეში, მათ იგრძნეს ის დანაშაული, რა დიდი საფრთხეელო და საქართველოს ამ ძმების და დების ჩამოbrunებაში და კატეგორიულად უარყვეს მათი ადრინდელი გეზი, მათ იგრძნეს და მეც ამ გეზს ვადგევარ. მე არც კომუნისტების დროს მოუწოდებდი ვინმეს თურქი მესხების ჩამოსახლებაზე, არც ზვიადგამსახურდიას დროს, არც ზვიადგამსახურდიას შემდეგ ხელისუფლებაში. მე ყოველთვის გრძნობდი ამ დიდ საფრთხეს. მე კატეგორიულად წავედი წინააღმდეგი ამაზე და არ შევასრულე არც პარლამენტის თავმჯდომარის, არც უმრავლესობის ლიდერის და მაშინდელი უმრავლესობის ლიდერისა და საპარლამენტო შორისო დელეგაციის მეთაურის ქალბატონი ღოღობერიძის ეს დავალება. განრისხებული ღოღობერიძე თავის უმცროს კოლეგასთან ბატონ სააკაშვილთან ერთად გაიქცნენ სტრასბურგში, ევროსაბჭოში და იქ გააფორმეს ქართველი ხალხის ზურგს უკან, პარლამენტის ზურგს უკან, მესხეთის მოსახლეობის ზურგს უკან ის მოღალატური, კაბალური ხელშეკრულება თუ ვალდებულება, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ევროსაბჭოში შესვლის ფასად 400.000 თურქი მესხის უპირობო დაბრუნება და ეს ხდება მაშინ ქალბატონო ინგა 1998 წელს, როდესაც 6-7 წლის წინ გამოძევებულია საქართველოს უძველესი კუთხეებიდან, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან 400.000 ქართველი, ძირძველი ქართული მიწიდან და არც სააკაშვილს, არც ღოღობერიძეს და მათ არ მინდა ამფსონი თქვა, მათ მეგობრებს, პოლიტიკურ მეგობრებს ერთი სიტყვაც არ დაუსველებია, ენა არ დაუსველებიათ, რომ ჯერ კი ბატონო ჩვენს თვალწინ 90-იან წლებში მომხდარი ტრაგედიის მოგვარებაში დაგვეხმარეთ და მე ვიფიქროთ თურქ მესხებზე, რატომ მე ვიფიქროთ? იმიტომ ქალბატონო ინგა რომ საერთაშორისო სამართლის ენაზე საქართველოს არ არის ვალდებული თურქი მესხების დაბრუნება. ამაზე დიდი საჭიროებო საკითხი. დღესაც საქართველოს ელოდება რაც 10 საუკუნის მანძილზე, მე-10 საუკუნიდან გამოჩენილმა თურქმა სელჩუკებმა და შემდეგ ოსმალებმა არ მოუტანეს საქართველოს იმდენი რბევა და იმდენი უბედურება, რაც საქართველოს ეხლა ელის 400.000 თურქი შემოსულა ოდესმე საქართველოში ქალბატონო ინგა, თანაც უიარაღოთა და თოფის გაუსრულებლად და ეს ჩვენ ველოდება ხვალ. ეს ღოღობერიძის, სააკაშვილის ერთი ელჩობა უნდა სტრასბურგში და მეორეს ევროპის ევროსაბჭოს ტრიბუნა. ევროპული კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონო ინგა, მას ერქვა მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი. მთლიანად მიგრაციაზე და უცხოეთში მცხოვრების სულ ჩემი პროფილი იყო რა. ხალხს მინდა მადლობა უთხრა ბატონ ზურაბს, რომ ერთადერთი კომიტეტი მთელი მსოფლიოს პარლამენტარიზმის ისტორიაში საქართველოში შეიქმნა ეს კომიტეტი და ჩემთვის შეიქმნა ეს კომიტეტი და მან ეს შექმნა. მაგრამ მე უნდა გამეკეთებინა ეს არ უნდა თქვას ღოღობერიძემ. რატომ არ უნდა? იმიტომ მე რო ვეტყვი მსოფლიოს, რომ მე საქართველოს არ იცოდა, პარლამენტმა არ იცოდა, მე ბიუროსწერმა და კომიტეტის თავმჯდომარემ არ ვიცოდი, მესხეთის მოსახლეობამ არ იცოდა და 400.000 თურქი მესხის საქართველოში შემოყვანის ვალდებულება იქისა. ეს რო უთხრა, მე იქ დავაყენებ საკითხს, მე დავაყენე საკითხი სახელმწიფო კომისიის თომაზე კანცელარიაში და აი ეს მიუტანეს ეს ამბავი, მე ვაყენებდი და ვაყენებ საკითხს ქალბატონი ღოღობერიძის ელჩობიდან გამოწვევის შესახებ. ყველას მოსთხოვს პასუხს ისტორია ამ ორი მოწვევის პარლამენტში, რომ ეროვნება წაგვართვეს, ენა წაგვართვეს, საყრუნეება წაგვართვეს და წაგვართვეს 400.000 თურქი მესხის მოგერიების საშუალება. ქართველები რო არიან ეს მესხები თურმე და ჩვენ რომ უნდა გავუხსნათ მათ გზა საქართველოში და დავასახლოთ მესხეთში და მესხეთის მოსახლეობა ავყაროთ და გადავყაროთ. აი ესენი წერენ. სად გვაბრუნებთ ბატონო ჟვანია, ბატონო შევარდნაძე და ბატონო მსოფლიოს მიმართავი. ჩვენ საქართველოში არ დაბრუნდებითო. ჩვენ ბრუნდებით თურქეთის ისტორიულ საფაშოში, ახალციხის საფაშოში, რომელიც გენერალმა პასკევიჩმა წაართვა თურქეთს და დაუბრუნა საქართველოს. ჩვენ არ დაბრუნდებით ქართულ სკოლებში, ჩვენ არ დაბრუნდებით ქართულ ეკლესიებში, ჩვენ არ ვისწავლით ქართულ ენას. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა კონსტიტუციურად დაუბრუნეთ ახალციხის საფაშო თურქეთს, ჩვენ გავხადეთ თურქეთის მოქალაქეები, აგვიშენეთ და გაგვიხსენეთ მეჩეთები და გაგვიხსენეთ თურქულენოვანი სკოლები. და ამის შესწავლა დაგავალათ ზურაბშვანია. და ჩამოყალიბება პოზიციის, როგორი პოზიცია უნდა ჩამოყალიბებინა მე? მხოლოდ და მხოლოდ კატეგორიული, რომ გავაცნოთ თელ მსოფლიოს, რომ ესენი არ არიან ქართველები, ესენი არიან მოწამლული თურქები, რომლებიც
ექსპანსიური მიზნით მოდიან საქართველოში ჩვენს დასაყრობად და მიწის ტერიტორიული დაკარგვისათვისა და თურქეთის მიტაცებაში. დიდი მადლობა. ჩვენ გვეყო თურქეთმა, გარგვეყო რაც აგვართვა თურქეთმა, ტაოკლარჯეთი ვინც აგვართვა, სოჩი ვინც აგვართვა, საქართველო ვინც აგვართვა, ლორე ვინც აგვართვა და ჩვენ გაჩუმებული ვართ, მადლობელი ვართ რუსეთის, მადლობელი ვართ აზერბაიჯანის, მადლობელი ვართ სომხეთის, მადლობელი ვართ თურქეთის და ახლა თურქმესხებს კიდე მივართვათ მესხეთი, რუსთაველის სამშობლო არ გამოვა ბატონებო ეს ჟვანიამ და მამა ღმერთმა რო დამავალოს. მე ამას არ გავაკეთებ და 8 წლის მანძილზე ეს არ გავაკეთებ და თუ დღეს თურქი მესხები საქართველოში არ არიან შემოსული, აი ამის გამო და ჩემი ტრაგედიის რაღაც მიზნებიც ამაში იხლარდება. მე ასევე მინდა გითხრათ, 20 წლის წინ ჩამოს მე მადლობელი ვარ დღეს ბატონმა გოდერძი შარაშიამთან არის თუ ბუდიშკი გოგონა რომელი გაცა გაუშვა იქ ჩამბზანდით სამტრედიაში ჩამბზანდით იქ რა ხდება თურქ მესხების დასახლებაში 78 წლიდან კომუნისტების დროს ჩამოსახლებული თურქი მესხები დღემდე ერთ ღერ ქართულს არ სწავლობენ და საქართველოში დაბადებული მათი ბავშვები შეგნებულად არ ასწავლიან ქართულ. ესენი არიან ქართველები, ესენი მოდიან ჩვენ სასაყვარებლად, ესენია მათი სამშობლო. ასევე გაიპარა არაზუსტი ინფორმაცია იმაში სიუჟეტში, რომ თითქოს 150.000 თურქი მესხი გადაასახლეს. ესენი იყვნენ 80.000 რომელთაგან 80 არა დარჩენილი ცოცხალი და 400.000 კაცი დაბადებული უცხო გარემოში. თურქულენოვან, მუსულმანურ და სხვა სამყაროში დაბადებული და გაზრდილი ქართველების ზიზღით გაზრდილი 400.000 თურქი მესხი საქართველოში ვერ შემოვა და არ შემოვა. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს და მათ შორის გურამ შარაძე.